ირაკლი ალასანიას შევთავაზოთ თბილისის მოსახლეობას, როგორც ერთიანი უალტერნატივო მერობის კანდიდატი. ვთხოვთ ხელისაწევით დამიცაბუთოთ. 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართული აკადემიის სახელით თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ირაკლი ალასანია დაასახელა. ალასანიას სიმბოლურად რაგბის ბურთი გადასცეს და ამ ბურთით საბოლოოდ ლელოს გატანა თბილისის მერის კაბინეტში სთხოვეს. აი ეს ბურთი, რაგბის ბურთი, ჩათვლის ადგილი მერის კაბინეტი. ეს ბურთი უნდა დამიწდეს მერის კაბინეტში. ანდა უნდა დაგვიბრუნოს უკან. აი ეს ბურთი არის პასუხისგებლობა. ეს ბურთი არის სიმბოლო გამარჯვებისა და ჩათვლის ადგილი იქნება მერის კაბინეტი. ამით ირაკლი ალასანიამ და ალიანსმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნეს. კამპანია დაიწყო ჩვენი ალიანსი, სხვა პარტნიორები ერთობლივად შევედით ამ ბრძოლაში, რაც მთავარია და ჩემთვის დღეს სასიხარულო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარდაჭერა და ნდობა გამომიცხადა. ეს არის კიდევ ერთხელ ვთქვი, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ ბრძოლაში გამოვავლენთ სწორედ მათი იმედები როგორ გამართლდება. საერთო კანდიდატად დასახელებამდე ირაკლი ალასანიას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. საზოგადოებას ძირითადად აინტერესებდა, რა გზით აპირებს ალასანია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და როგორ მიხედავს იძულებით გადაადგილებულ ათასობით დევნილს. როგორია მისი შეხედულება თბილისის იერსახის დამახინჯებასთან დაკავშირებით და გამოიძიებს თუ არა გახმაურებულ მკვლელობებს. კითხვა დაისვა ალიანსთან დაკავშირებითაც და იმაზე თუ როგორ ხედავს ლევან ჩეჩილაძის მონაწილეობას ამ ბრძოლაში. ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო რევოლუციის გზაზე. რა გზას გაყვება ოპოზიცია, რომელი იქნება ბრძოლის ყველაზე უფრო გამართლებული მეთოდი. პირდაპირ გეტყვით. ამ ქვეყანას რევოლუცია არ უშველის. ქუჩაში ამ ქვეყანას და ჩვენ თითოეულს გვიშველის რევოლუცია ჩვენ შეგნებაში. რომ დავრწმუნდეთ, რომ მივდივართ არჩევნებზე გამარჯვებისთვის და ვინ დაგვიდგება წინ თუ კი ერთად ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ ლევანის მონაწილეობა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც კონსოლიდაციას მისცემს საზოგადოებასაც და იქნება ფრონტი, რომელიც დაანახებს ყველას, რომ ერთობის დარღვევა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ საზოგადოებაში არ მოხდება ურთიერთდაპირისპირების გამო. მე ლევანს დიდ პატივს ვცემ პირადად და დარწმუნებული ვარ მისი წვლილი უკვე შეტანილი პოლიტიკურ ბრძოლაში კიდევ უფრო გაათმაგდება მომავალში. ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრას არ დასწრებია. ის საქართველოში არ იმყოფება. დარბაზში მისი გუნდის წევრები დათო მაღრაძე და გოგა ხაინდრავა გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რამდენად ფასეულად მიგვაჩვია ჩვენ ერთმანეთი, მე არ გვგულისხმობ ბუნებრივია აქ კრემლის მსტოვრებს, ვინც საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობენ, არამედ იმ ძალებს, ვინც არაერთხელ მდგარა ერთად, არაერთ მძიმე ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ჩვენი ერთობა იქნება ამ ბრძოლაში. ბევრი შეკითხვა დაისვა და ბატონ ირაკლის აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას ალიანსის საქართველოში შემავალი პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თინა ხიდაშელი და მამუკა კაციტაძე დასმული კითხვებით და გაცემული პასუხებით კმაყოფილები იყვნენ. შეხვედრას არ ესწრებოდა ალიანსის საქართველოს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ლიდერის პასუხებს დარბაზიდან არ უსმენდნენ არც ახალი მემარჯვენეების და არც რესპუბლიკური პარტიის მთავარი ფიგურები. ზედმეტად პოლიტიზირება არ გვინდოდა მოგვიხდინა, თუმცა არც ის გვინდოდა, რომ თლად პოლიტიკის გარეშე ყოფილიყო ეს ყველაფერი. ამიტომ ვართ ისე როგორც ვართ. ეს იყო განაცხადის არჩევნო კამპანიის დაწყებაზე, მე უხეშე დავარქმევდი ამას ამღონისძიებას და მე ვფიქრობ, ეს იყო ლოგიკური დასასრული თუ შეიძლება ასე ითქვას იმ პროცესის, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლიმ დღეს თქვა, რომ მას სცადა გამოვიდა ის რაც გამოვიდა და ის არავის აღარ ელოდება და მიდის არჩევნებს. საზოგადოება ჩვენგან ითქვას კონკრეტულ ნაბიჯებს იმ თვალსაზრისით, რომ როგორ ვაპირებთ ჩვენ რეალურად შევცვალოთ თბილისის დონეზე ის პრობლემატური საკითხები, რომელიც დაუგროვდა ამ წლების განმავლობაში ადამიანებს და ჩვენთვის თავარია, რომ ამ ბრძოლაში ყველა ამ ადამიანებთან ერთად გამარჯვებისკენ ვიაროთ და
შეხვედრა ბერის პარკში მდებარე კალათბურთის სასახლეში ზუსტად 3 საათზე დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ მისი ინიციატორებიც და ირაკლი ალასანიაც ფერის ბაღს კმაყოფილებით ტოვებდნენ.